მოგესალმებით. ასე იწყება ჩვენი დილა. აბა როგორ დავიწყოთ, აბა ახალი ბურთით. როგორ მუშაობს? ასე იწყება ჩვენი დილა. არა, უკვე დაიწყო ესე. ახლა ჩავთე კამერას ორები. ეს ბანანი ერთი მათეს ერთი დედას. მოცინდა. ეს კიდე დედი. ამინდი გოგოებო როგორ ხართ? აბა მოგიკითხავთ ყველას პირველ რიგში. ამინდი მე მგონი დღეს გაიქნება ესეთი და მორჩა. არა, მოიწვა. გამოვამერი ამინდი. ათექლა არა ასეთი. რა. ეს რუჯი ჩანს ხო აქ ეს. ეს ძალიან დიდია რა ამხილაში ჩამოს. დავიყოთ ორი. ძალიან დიდია რა დედი. გამომართვება თუ კიდე მოგინდება ახლა. მომისმინა. აღარ მოგინდება უბრალოდ. ეს ახლა მარტო რუჯი ეთეთრა გავს. ხო. საერთოდ არა. არა, ვასკლავებისა და აქ. იხედავ და. არა, მარტო რუჯი ეთეთრა. შავი. შავებიც აქვს ხო, მაგრამ ვარსკვლავები აქვს, რო იძახდი. ვარსკვლავები? კი. აი. აბა. ხელი დახატება როგორ. ხო. მარტარიშა. აი, ვიდეო დავჩანს, შეხედე. მოდი. ო, ვარსკვლავია, მთლიანად. მარტარიხა. მე პატარა ვარსკვლავები ახატია. მე მივხვდია მივხვდა. ой, ეს ის ხოგება. მოვეც, ყავა მინდა. გოგოებო კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის. ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა. მოლოცვისთვის. ისეთები მწერთ, საერთოდ ახლები. სულიად ახლები, აი კომენტარი რო არ მომსვლია. საერთოდ ამ გოგოებისგან ისეთი გოგოები მწერენ, ალბათ არხზეც ახლები არიან. გაკოცეთ მიყვარხართ. და ახლებიც, ძველებიც ყველა. მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს ბევრი ახალი შემოემატა ჩემართ და ეს ძალიან მახარებს, მაბედნიერებს. ხილები ძალიან გამეზარდა და ამ სიგრძე ფრთხილები მე არ მიყვარს. ახლა ამ სიგრძეებია. ამაზე მეც აღარ გავიზრდი. მათე წაიგე შენი ბანანი, მათე საჭმეს ვაცხევებ. და როზინივით არის ბანანი, ორი ნაბიჯის ბანანია. როზინივით არის. ძალიან მოეწონათ ეს საჭმელი. გაცხელებული საჭმელი კარგია. თუ საჭმეს უხდება. ბორშს ძალიან უხდება მაგალითად გაცხელება, რაც უფრო ძველდება, უფრო გემრიელია ხოლმე. Idemo hoditi. Bye bye.
უჭამია ის. დუში არ მისვია და სხვანაირად გამოვიყურები. დამდამები რო არა მაქვს, მაგრამ რა უშავს. აი ვასკვის ერთი ქალი იქით. რა გახედოთ ერთი ჩემი ხედი. რაღაცა წინწკალი ამომივიდა. შეგროვდეს ახლა ეს. ქათმის ფილეთი გოგოებო ჯერ ხო სასარგებლოც არის. ჭრე ხორცია, ეხა საუკეთესო ხორცია ეხა ფილეთი. და თან კიდე ყველაფერს უხდება. აბსოლუტურად ყველაფერს. სოუსიც ძალიან გემრიელი გამოვა, ფიქრობ. და კენ დავიეთ ხო ესაჭმეს შეჭამს, მეყავას და გემრიელად. წავიდეთ. მოვედი. სტიმული მომცა იმ გეუბნები. გია მეუნა სიგარეტს დავანებე თავიო. იცი მე რამდენად დაანება. ერთი მეხუთეთ. გამი არ ამჯერავს, ერთმა გამჯერავს, თავს დაანებებს. მაგრამ ნახოთ აბა. ღმერთმა ქნას. გიამ რო სიგარეტი დაიწყო, მე ძალიან მინერვიული. პირდაპირ იყო ჩემთვის ეგ შოკი. ძალიან მიცადე. რატომ უნდა დავიზიანო საკუთარი ორგანიზმი? ჩემი ნებით, ჩემი გადაწყვეტილებით. ღმერთმა მოგცა სუფთა კრიალა ჭურჭელი. ბიბლიაში ჩვენს სხეულს ესე ეწოდება, ჭურჭელი. და რას ჩაასხავი იქ შენ, აბსოლუტურად შენზე არის დამოკიდებული, რას ჩაასხავ ამ ჭურჭელში. როგორ მოექცევი? იმიტომ რომ 100 წელი უნდა გეყოს ეს ჭურჭელი და როგორც მოექცევი, იმდენი ხანი გეყოფა. ჯამთელი მოკვდები თუ ახალ ისაა რა ქვია. ჯამთელი ახალგაზრდა მოკვდები თუ ავადმყოფიო, ვითომ რა მნიშვნელობა აქვს, რა ჯამთელი მოკვდები თუ ავადმყოფიო, როგორ არა აქვს მნიშვნელობა? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორღაც არის ხო გია, კიდევ ვერ აქვს თქვი სწორად. ახალგაზრდა შენ დაამატე უკვე. ჯამთელი მოკვდები თუ ავადმყოფიო? ჯამთველი გინდა მოკვდეო? ხო. ყველა კვდება, ხო? საფრთხე მინდა. ზუსტად მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჯამთელი იქნები თუ შენ ორგანიზმს როგორ მიხედავ რა, როგორ მოუვლის საერთოდ. ტანჯვაში თუ გაატარებ ძალიან ძნელია, ავადმყოფობაში თუ გაატარებ. შენ სიცოცხლეს. მე ეს ანეკდოტი არ გახსოვს?
მიცვალებულს რო ჩამოასვენო. 2 წუთია განსხვავებაო, ზუსტად მაგაზე ვარ. 15 წუთი. ყველამ რო გადაყარა სიგარეტები და მეორე რო ჩამოასვენეს, ეს რითი დაიღუპაო და რა ვიციო, კიდევაც ეწეოდაო, კიდევაც ყველაფერს აკეთებდა, რაც მავნე იყო და მოუკიდეს ისევ 15 წუთი ყოფილა სხვა. აზრი არა აგდანებებას. ია. ო, შენ დაანებე და ძალიან დიდი აზრი აქვს დანებება სიგარეტის. ძალიან დიდი აზრი აქვს რა. გუშინ ამცხარი ხო ვიყიდე, ვერც ერთი ვერ შეჭრა. აი ეს ღარი დარჩენი. და არის ძალიან გემრიელი, მაგრამ მე დამეძინა. აქ დარჩა და გახმა. გახმა? არა უშო. ყავა ჩაალბობს. ნიგზიანია ეს გემრიელი. ყავა გაიკეთე? მოვარდი მოვდიდალებას. გავიკეთე გია, წნევები ამივიდა მაღლა და ვიღაცამ დამიწერა რომ იც მაღლა მიმდისო ყავას რო თავს ვანებებო და გამახსენდა რომ დედაჩემსაც ეგრე დაემართა ზუსტად. და შეიძლება ამის ბრალიც არის ვთქვათ რომ შევწყვიტე კოფეინის მიღება. უნდა შეამცირო ხო? ხო, ნენელა ან ყოველდღე არ დავლიო მიხდი? ყოველდღე რო რაღაცას იღებ და მე წყვეტავ უცბად და ორგანიზმს არ მიეწოდება ის ნივთიერება, რაზეც არის უკვე მიჩვეული ფაქტიურად დამოკიდებული, როგორც პულზე რა. ხო ცუდად გრძნობ თავს და მე ვფიქრობ, რომ წნევებმა მაგიტო გამიქცა. აბა სიგარეტზე რატო არა ვარ ცუდად მე? აი თუ არა ხარ გახველებს და ჯერ 2 დღეა და გეწყება. მაგრამ ცუდად არა. მეც ერთი კვირის მერე არა ეხლა ეს საჭმელმა ისეკრა. ციცაკა. წარია ხო? ერთი კვირის მერე დამეწყო წნევები. ყავას რო თავი დავანებე. ინტუიცია. მე ამის წინ ერთი თვე დავანებე თავი. ვაფშე მარაფერი მაწუხებდა, ძალიან კარგად ვიყავე. უბრალოდ მანქანაში რო რამოდენიმე მოწია რაღაცნაირად ბანანი ჭამე ხო? არომატულად მომეჩვენა ისე ბანანი შველის. და მომინდა. და ჩემ თავს მოვატყვილე, მეთქი ერთ დღეს მოწევ, უბრალოდ ისე ძალიან მომინდა და აღარ მოწევ მეთქი რა. დაიწყე ისე. ხო. მე ეს ერთი ღერი საიდან მეშოვა. ხო ვერავის ვერ ავთხოვდი ხლა სიგარეტი მომაწეინეთ მეთქი და მე ვიფიქრე ვიყიდი ერთ კოლოფს და აი კვირაში ერთხელ რა, თქვენ ძალიან მომინდა რაღაც ისე რა. მაგრამ როგორ ატყუებს ადამიანი დავიცავს, აი რა კარგა ყვება. და ვიყიდე და კვირაში ერთხელ კი რა საღამოთი აღარ მქონდა. მოგენ მონატრებული იყავი და კარგა ვიჯერე გული. მონატრებულზე. ერთი სიტყვით ეგრე კიდე მოწევენ შენ მანქანაში და ძალიან დიდი ნებისყოფა გჭირდება. რო დაანებო თავი, იმიტომ არ ამჯერა. სტიკერები მინდა ნეტავი სად იყიდება რომ სიგარეტის ამძალავი ნიშანი აქვს ხო? ხო, ერთი სიტყვით არა, ნებისყოფა გინდა, ეგრე გარეთაც შეიძლება სულ მოგივიდეს კი. გამოგინდეს ძალიან, როგორც ყავა, აი ყავამაც აბა შევძელი მე. არა მანქანაში აღარ წნევებმა ამიწია. მანქანაში სუნი რო დგება, აი გეჭ. მე სხვანაირი სუნი დგა მანქანაში. მოდი ერთი მაკოცდი. და მეც აღარ ამსიამო. ხო, რა ვიცი ერთი სიტყვით. ძალიან გამეხარდება თუ დაანებებ თავს. მე რო გავიცანი გია სიგარეტს არ ეწეოდა. და იმიტომ იყო ჩემთვის რაღაც შოკი, თორე ხა ყველა ეწევა. მე რო ორნაბიჯში და გვირილაში მუშაობა გამეგრძელებინა, გოგოებო არ ვიცი, შეიძლება მეც დამეწყო მოწევა მე და სიგარეტი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცხვირპლში გაბოლებენ. ძალიან რთულია. რო თავი შეიკაო. ცხვირპლში გაბოლებენ ამ სიგარეტს. ხო და ის არის რა ქვია. რავი, ძალიან ძნელია რა, ძალიან. და გიამ რომ
ანუ თავისი და რო გამოჩნდა, ახალი და რო ყავს დამრიგო. აი მაშინ ინერვიულა და მე რო დაგვპატიჟა, თამარიმ რო დაგვპატიჟა, იქ მოწია პირველად. ხო, თუ სახში ვეიყიდე და ხო. თორე ადრეს არ ამგავიცნობდი, გიეწეოდა და ჩემმა თანამშრომელმა მითხრას ორნაბიჯში მუშაობდი. ჟანა უარსებობსო რა დანებებაო, თუ გასინჯულია აქ ადამიანზო, არ ამჯერავსო. ვერ დაანებებსო. მე არა მაქვს მაგალითად სიგარეტი გასინჯული. ერთხელ და არც მომეწონა. და ის არის, ვერ დაანებებდაო. მაინც როდესაც დაიწყება. 20 წელი გავიდა, ხო? რაც არ ეწეოდა, აი წარმოიდგინეთ 20. მაგრამ გაზაფხულზე სულ ყოველთვის ამბობდა, ჟანა სიგარეტი მინდება, ჟანა სიგარეტი მინდება, სულ ყოველთვის რო ვსეირნობდით. აი ესეთი ძალიან რთული არის რა, დამოკიდებულების ნებისმიერ რაღაცაზე მეც ვერ შევძელია ყავას. წნევები, ცუდად ვიყავი რა, მარტო წნევები არა, აი ყავას უარ ვსვავდი, თავიდან 2 დღე კარგად ვიყავი, მიხაროდა, რომ აი შევძელი და მერე ცუდად გავხდი. თითქოს ფეხებიც გეკვეთება, თითქოს რაღაცები გემართება. ესეთი რაღაცები იწყება. ადამიანზე დამოკიდებულება ხო საერთოდ. როგორი არის? მართმა დაიფაროს ოჯახები რო ინგრევა, რა ვიცი, ძალიან დიდი წლები სჭირდებათ ხოლმე ეს მიჯაჭვულობა რომ დასწლიონ. მართმა დაიფაროს ყველა. ზოგ სიყვარული არა აქვს და მიჯაჭვულობა აქვს. არ ვიცი ის თუ არა ეგრე ცხოვრება. სიყვარულის გარეშე უბრალოდ მიჯაჭვულობის გამო, მაგრამ ძალიან ძნელია ეს შეიძლება შეგეშალოს კიდევაც გიყვარს თუ უბრალოდ მიჯაჭვულობა გაქვს. და თუ ვინმესთან ქონიათ ურთიერთობა და მე ადამიანს დასცილდი, ხო? აი დაშორდი. ეს მიჯაჭვულობა რჩება და ძალიან ძნელია რომ ეს მოიცილო და თან გაწუხებს. იმიტომ რომ მისი ასე ვთქვათ კარმა დავარქვათ, გაქვს აკიდებული ზურგზე. შეიძლება მეზღამში არ აგვიანებდი და ის აგვიანებდა რაღაც პერიოდი და შენთან ცხოვრობ და შენც აგვიანებ. აი ისე მაგალითი რომ მოვყვანოთ. და ამ კარმის მოცილება არის რთული. თუმცა მუშაობით შესაძლებელია გოგოებო და როგორც იცით გასწავლით. ეს ხდება მანიფესტაციით, ძლიერია ძალიან ეს მეთოდი. ანუ ადამიანს, რომელსაც ქონდა შენთან ურთიერთობა და შენ ცხოვრებიდან წავიდა, თუ კი რამე ენერგია გააქვს მისგან აღებული. ეს ხდება შეგონებაში. ეს ენერგია მთლიანად ყველაფერი მას უნდა დაუბრუნო უკან. უბრალოდ სიტყვებით უთხარი, რომ მე ამ ყველაფერს გიბრუნებ შენ უკან. და ჩემგან რაც წაიღე შენ, ეს ყველაფერი დამიბრუნე შენც უკან. და როცა შენ მას ამ ენერგიას, რომელიც წაართვი უკან დაუბრუნებ და მისას დაიბრუნებ შენგან წაღებულს, რომელიც შენ წაგართვა, იმასაც დაიბრუნებ, ეს გონებაში მე უკვე წესი ხდება და ეს ამ კარმას ჩამოიცილებ. შეიძლება ბევრჯერ დაგჭირდეს და ერთხელ არ იყოს ეს საკმარისი. და თან რთულია მე გამიკეთებია და ადვილი არ არის ამ ყველაფრის გაკეთება. მაგრამ სცადეთ, ძალიან ძლიერია. ეს შეგიძლია რომ ჩამოიცილო სხვისი კარმა. თან როგორ იცით, გაბრაზებული კი არ უნდა დარჩე. სიყვარული უნდა დარჩეს თქვენ შორის.
სიყვარული, რა მხრივ ვიცით? ეხლა შეიძლება ურთიერთობა აღარ გქონდეს, მაგრამ ერთმანეთი არავითარ შემთხვევაში არ გეჭირდებათ. სიყვარული მაინც რჩება. თუ კი გქონდა მჭიდრო ურთიერთობა მასთან. წავედი ახლა. გოგოები. იმედია რომ გამხნეველი იყო დღევანდელი დილის ვიდეო. ვიდეოს თემა და გამოგადგებათ. ესეც მოგწევთ ჩემ ცხოვრება. როგორი ლამაზი ხარ მათი. ნახე როგორი ლამაზი თვალები გაქვს. გაიზარდა. ძალიან გაიზარდა მათი. აი არ ვიცი რა, ესეთი სასწაულად უცბად გაზრდა მე არ მინახია. გაიზარდა. წავედით.